Დღეს მქონდა შესაძლებლობა მინახა მზიამაღლობელი ის უკვე 23 დღეა რაც შიმშილობს და ბუნებრივია რომ ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე ბოლო ვიზიტთან შედარებით ის უფრო სუსტად გამოიყურება თუმცა ამ ეტაპზე ის რჩება ამ დაწესებულებაში მეხუთე დაწესებულებაში და ჩვენ დამატებით ვითხოვეთ გუშინ სახალხო დამცველს შეექმნა ექიმთა ჯგუფი რომელიც მონიტორინგს განახორციელებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით ასევე დამატებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია ბოლო 2 დღის განმავლობაში მისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების პასუხების ჩათვლით და უკვე ექიმებთან დამატებით კონსულტაციის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ ესია გარეგნულად როგორ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში რასაც ჩვენებს ანალიზები, ამის შეფასება ექიმებს შეუძლიათ და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს კონსულტაციები სწრაფ რეჟიმში გავიაროთ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმებთან, რომ მათგან ვიცოდეთ რა გართულება შეიძლება მოყვეს იმ მდგომარეობას, როგორშიც ახლა მზიამაღლობელი იმყოფება, ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ეს არის მისთვის ღირსების საკითხი, რა თქმა უნდა, არც იმ ბოდიშის მოხდას აპირებს, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები სთავაზობენ ბოლო დღეების განმავლობაში, სულ უფრო ხშირად ისმის ეს, რომ მან ბოდიში მოიხადოს. მზიამაღლობელი არ აპირებს ბოდიში მოუხადოს იმ ადამიანს, რომელმაც მას სახეში შეაფურთხა, რომელმაც ასე აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა და არასათანადოდ მოეპყრა და ის აგრძელებს შიმშილობას და კიდევ ერთხელ ის ამას არ აკეთებს იმიტომ რომ რაღაცა შეღავათი მიიღოს და სწორედ ამიტომ არც ითხოვს არც საავადმყოფოში გადაყვანას არაფერს თუმცა ეს უკვე არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ისეთი ზღვარი, როდესაც ჩარევა ჩარევაზე მინდა გკითხოთ სწორედ და სახალხო დამცველზე, როცა კონსილიუმზე იყო საუბარი, იოსელიანი ამბობდა, რომ თუ საჭიროება იქნება, ჩაერთვება ეს და ამბობდა, რომ თითქოს ჯერ მოთხოვნა არ არის. მას შემდეგ რაც მოთხოვნით უკვე მიმართეთ. რაიმე ტიპის პასუხი რეაგირება თუ იყო, ან რა ვადაში უნდა იყოს, რომ კონსილიუმმა ნახოს. შეგვეხმიანნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აპარატის წარმომადგენლები და შემოგთავაზებს ხვალ შეხვედრა ჩვენ რა თქმა უნდა დამატებით ექიმებთან შეხმიანების შემდგომ, იმიტომ რომ გთხოვეს, რომ ეს შეხვედრა იყოს ექიმებისთან დასწრებით და ამიტომ ველოდებით აი ამ დეტალების დაზუსტებას და შემდგომ შევხვდებით სახალხო დამცველს ხვალ. რაც შეეხება სხვა კვლევებს, ჩვენ მოვითხოვეთ იმ დოკუმენტების შესწავლის შედეგად, რომელიც გამოვითხოვეთ სამედიცინო დოკუმენტები, მოვითხოვეთ არაერთი შეფასების და კვლევის ჩატარება და ახლა აი ამის გადამოწმების ეტაპზე ვართ, რა კვლევა ჩატარდა იქედან, რომელიც იყო ჩვენი მოთხოვნით დაყენებული ციხის ადმინისტრაციისთვის და რა კვლევა არ ჩატარდა, იმიტომ რომ არის არაერთი სხვა მაჩვენებელი და პარამეტრი, რომელიც არ იყო შემოწმებული იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ პირველად მოგვაწოდეს სამედიცინო დოკუმენტები და ამან განაპირობა შემდგომ ჩვენი მოთხოვნა შაბათს, რომელიც წარუადგინეთ, რომ ჩატარებულიყო 20-ზე მეტი დასახელების კვლევა. მოდით რომ არ იყო საკმარისი. ამასთან წინაკვირას აი მოკლედ გითხავთ, წინაკვირას იყოს ლაპარაკი, რომ უფრო სერიოზული კვლევებისთვის ამ კვირაში შეიძლებოდა უკვე ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ. ასეთი შესახებ ჯერ არ გაქვთ ინფორმაცია. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ გადაყვანა მოხდება ან როდის, გარდა იმ ინფორმაციისა ზოგადისა, რაც წინაკვირაში გავასაჯაროვეთ და შაბათს იყო ექიმთა ჯგუფი, რომელმაც დამატებითი კვლევები ჩაუტარეს და დღეს აი ეს დოკუმენტები გადმომეცა და აი ამის შეფასების პროცესში ვართ. ახლა რომ ვნახოთ რა კვლევაა ჩატარებული, რა შედეგებია და რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები ასეთ დროს. კი ბატონო. თუმცა, როდესაც შიმშილობა გრძელდება ასეთი ხანგრძლივობით, ნებისმიერ დროს არსებობს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების ალბათობა და აი ეს რისკები უნდა შეაფასოს სწორედ იმ ექიმთა ჯგუფმა თუ ექიმებმა, რომლებსაც მზიამაღლობელთან უწევს დღეების განმავლობაში შეხვედრები და შესაბამისი კვლევები. კი ბატონო, მზიას კიდევ ერთი ადვოკატი, მაიამ წარიაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი ცოტა ხანში, მასთან ერთად ვილაპარაკებთ ცლად. მანამდე ქალბატონო ნონო, ვიცი რომ ცოტა დრო გაქვთ, მაგრამ მინდა რომ მოვასწრო, მოკლედ ყოველდღიურად უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა, გამოხატვა ფაქტობრივად ხდება კრიმინალიზებული ქართული ოცნების მხრიდან. აი პირველადი შეფასება თქვენი რომ მოვისმინოთ დღეს მამუკა მდინარაძის დაანონსებულ ინიციატივებზე, რასთან მოდის ის პირველ რიგში წინააღმდეგობაში კონსტიტუციით ეს ცვლილებები, რომელიც დაანონსდა, არის კიდევ ერთი ტალღა იმ რეპრესიული ზომების, რომელიც ქართულმა ოცნებამ დეკემბერში უკვე მიიღო და როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ის არ იყო საკმარისი და რადგან აქციები ისევ გაგრძელდა, ისევ მშვიდობიანი ფორმით საზოგადოებრივ
საზოგადოება აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ჩაითვალა, რომ ამ აქციების დასასრულებლად და რეპრესიების გასაგრძელებლად და უფრო მკაცრი ზომების მისაღებად საჭიროა კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების შეტანა, მათ შორის ეს ცვლილებები ეხება სხვა მოხდ როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში. ერთ-ერთი ცვლილება მაგალითად ეხება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაგრძელებას. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება თავის დროზე საუბრობდა, რომ იყო მიღწევა, როდესაც დაკავების ვადები, პატიმრობის ვადები შეამცირეს და ადრეც პატიმრობის ვადა შეადგენდა 90 დღეს და ქართული ოცნების განცხადებები ამასთან დაკავშირებით გვახსოვს, რომ მათ როდესაც ეს შეცვალეს და 15 დღემდე შეამცირეს, ამბობდნენ, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შესაბამისი, ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისი. როგორც ჩანს, ახლა მათ აღარ აინტერესებს ეს ადამიანის უფლებების სტანდარტები არ შეცვლა, ხო? იმიტომ სტანდარტები არის იგივე, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ კანონმდებლობა ისევ ასეთი აი ამ პატიმრობის გარდა ქალბატონო ნაი რაღაცნაირად პროტესტის მრავალფეროვნებით ხელმძღვანელობს რეჟიმი იმისთვის, რომ მოარგოს კანონები და მკაცრი ზომები არსებულ პროტესტს, აი შენობებში. ყველა ეს ცვლილება დაკავშირებულია პროტესტთან და პროტესტის ჩახშობის მიზანს ემსახურება, როგორც დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები, ასევე ეს დაანონსებული ცვლილებები და მიზანი არის ერთი, რომ ადამიანებს აღარ მოუნდეთ პროტესტის გამოხატვა, აღარ საჯარო სივრცეში, აღარც ონლაინ სივრცეში, აღარც ქუჩაში, აღარც სახლში და უარი თქვან საერთოდ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე, შეკრების თავისუფლების გამოყენებაზე და ამით დაიმორჩილონ საზოგადოება, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია მეტად აპროტესტებს მიმდინარე მოვლენებში. სამოქალაქო საზოგადოებას რა ბერკეტი აქვს ხელში, რომ გადაავადოს ან დააგვიანოს ან საერთოდ არ შევიდეს ძალაში ეს ცვლილებები? არსებობს ასეთი ბერკეტები? როგორც ჩანს, ისინი ალბათ ამათ დაჩქარებული წესით განიხილავენ და დაჩქარებული წესით მიიღებენ. ბერკეტები ზოგადად კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის ხოლმე ის, რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში და გზით შეეცადო, რომ არაკონსტიტუციური კანონი გააუქმო, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო არც ერთ პრინციპულ და მნიშვნელოვან საქმეზე ანდროულად არ იღებს გადაწყვეტილებას, ან იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქართული ოცნებისთვის სასარგებლო და ადამიანის უფლებებისთვის საზიანო, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ამას ვერ განვიხილავთ როგორც იმ გზას, რომელიც კანონებს შეაფერხებს და ხელს შეუშლის მათ მიღებას ან ამოქმედებას ან შეჩერებას, მაგრამ შეიძლება ვინმე ეს გამოიყენოს და მიმართოს კიდეც, მაგრამ მოლოდინები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ უნდა გქონდეს განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც იგივე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე მათ მიიღეს სრულად კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება და ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვიმკით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ თავის დროზე მიიღოს სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ ახლა უკვე ახალი არჩევნების ჩატარების რეჟიმში ვიქნებოდით და ეს პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი არ გვექნება. რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მინდა გკითხოთ. აი ეს ცვლილებები თუ შედის ძალაში, მაგალითად შეძახილები მონა რუსო კრიმინალი ხდება. მაყურებელს რომ აუხსნათ მარტივად. ან აჯანყი ერთ-ერთი მთავარი მოწოდება აქციის შეიძლება რაღაც ძალადობისკენ მოწოდება. ალბათ დაიდება მალე და დეტალურად შემდგომ გვექნება მისი შეფასების შესაძლებლობა, თუმცა როგორც ირკვევა გამოხატვის თავისუფლებაში იმდენად ფართოდ მოხდება ჩარევა, რომ ნებისმიერი ასეთი ფრაზა, რომელსაც ჩათვლიან, რომ შეურაცხმყოფელია, შეიძლება მისი კრიმინალიზებაც კი მოხდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ალბათ საბოლოო ფორმულირებები როგორი იქნება ამ კანონში, მაგრამ ახლა რაც არის დაანონსებული, ეს ცალსახად მიიჩნევს იმას, რომ მიზანი არის გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული შეზღუდვა და რეპრესიები ადამიანებზე, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ.